ადამიანმა, რომელიც მაღაზიის ფაქტიური მეპატრონია, ჩემი კოორდინატები, ჩემი დაფარვის და დაცვის მიზნით, ჩემი კოორდინატები არ მისცა ამ ხალხს, ვინც იკითხა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ჩემი კოორდინატები. შემდეგ მოვიდნენ და მისი კოორდინატები მოიკითხეს და წაიღეს. ეს მაღაზია აღრიცხვაზე, რომ იქ მიდიოდა ქართული ოცნების სასარგებლო აგიტაცია პროპაგანდა. ამდენად ეს კაცი იძულებული გახდა, რომ დროებით, მას არ უთქვია ჩემთვის, რომ მე საერთოდ გათავისუფლებული ვარ. მან უთხრა, რომ დროებით ჯობია დატოვო სამსახური. და დავტოვე დროებით ქვია თუ მუდმივად ქვია, არ ვიცი, ფაქტი ის არის, რომ მე სამსახური დავტოვე. მე ვარ ნაირა ზარასპაშვილი და ვამბობ ამას, ეს არის აბსოლუტურად ჩემი კერძო, ის რომ მინდა ვთქვა, რომ უკვე კერძო ბიზნესი, კერძო სექტორიდანაც დაიწყეს ხალხის გათავისუფლება. ეს სამწუხარო მოვლენაა. მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი ვართ უკვე, ქართული ოცნების მომხრეები ძალიან ბევრი ვართ, ყველას ვერ გაგვათავისუფლებენ.